ფიქრობ, მე ვხედავ მზეში ხატია, მზეს მართლა ხედავდა. აი მე თუ მაგას ფიქრობ, მესამე თვალის არსებობის გჯერა. თვალისცემის? ბატონო, თვალისცემის კი. თვალი არ გეცეს შურად. რატომ ხუჭავენ კოცნის დროს ადამიანები თვალებს? ალბათ, იმიტომ რომ მარჩევანის შესაძლებლობა რო გქონოდა, ყრუ იქნებოდი თუ ბრმა. მოგესალმებით, დღეს პარასკევი დღეა და ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი ექიმ მიკროფონთან და დღეს მე მინდა წარმოგიდგინოთ ამ ქვეყნის და ამ ქალაქის ძალიან ცნობილი ექიმი, ოფთალმოლოგი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კათედრის გამგე და კავკასიის მედიცინის ცენტრის ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, თვალის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ ომიაძე. ბატონი მიხეილ, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით. რამე ხომ არ შემეშალა რეგალიების ჩამოყალიბება? არა, ხო. ძალიან კარგი, მიხარია რომ ჩვენ დავიწყებთ საუბარს და რაღაცნაირად ეს საუბარი მინდა რომ პროფესიულ ნაწილთან ერთად იყოს ცოტა იუმორიც შევიტანოთ შიგნით და შეგრძნებების კომპონენტი, ხუთი მთავარი შეგრძნების ის გვაქვს ხომ, რაც ვისწავლეთ, ხო? ეს არის სმენა, ყნოსვა, გემოვნება, შეხება და მხედველობა. მოდი მაშინ პირდაპირ ესეთი შეკითხვით დავიწყებ თქვენთან საუბარს. ხო, ცუდი კითხვაა, მაგრამ არჩევანის შესაძლებლობა რო გქონოდათ, თქვა და ან ერთი უნდა ყოფილიყო, ან მეორე, ყრუ იქნებოდი თუ ბრმა? არა, ყრუ რა თქმა უნდა. ყრუ ხო? ხო, იმიტომ რომ ადამიანი ინფორმაციის 70% იღებს თვალის საშუალებით, ხედულობის საშუალებით. თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რა დაავადებების მქონე ადამიანები მოდიან ხოლმე? ეს არის კატარაქტა, გლაუკომა თუ სხვა პათოლოგიები? ყველაზე უფრო გავრცელებადი დაავადება არის კატარაქტა და საბედნიეროდ ის დღეს ძალიან კარგად იკურნება ქირურგიული წესით. და მასთან ერთად რა თქმა უნდა არის კიდევ რამოდენიმე დაავადება, რომელიც ძალიან ხშირია, რომელიც ასე მარტივად არ იკურნება, მაგრამ ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების შემთხვევაში მათი განკურნება შესაძლებელია, როგორც არის გლაუკომა და მაკლურის დისტროფია. კეთილი და პატიოსანი. აი, კატარაქტასთან დაკავშირებით მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ და თქვენი ემოციური გამოცდილება რომ გამიზიაროთ. კატარაქტა ძირითადად უფრო მეტად, კი, ახალგაზრდა ასაკშიც ხდება, ტრავმისგან გამოწვეული კატარაქტებიც არსებობს, მაგრამ უფრო მეტად ხანდაზმული ადამიანების დაავადება არის ეს. აი ოპერაციის მერე, როდესაც უკვე ეს ბლერდ როგორ არის ეს გადღაბნილობა იხსნება და ეს მოხუცი ადამიანი ხედავს ყველაფერს ძალიან მკაფიოდ. აი რა შეგრძნებაა შეგიძლია მითხრა აი როგორც ექიმმა? ხო. ნუ მინდა ვთქვა რომ მე ვფიქრობ რომ კატარაქტა არის ყველაზე უფრო ეფექტური ოპერაცია საერთოდ მედიცინაში. იმიტომ რომ ესე სწრაფად, ესე დიდ განსხვავებას ვერცეთ სხვა ოპერაციის დროს მე მგონი პაციენტი ვერ გწობს, იმიტომ რომ პაციენტი შეიძლება შემოვიდეს აბსოლუტურად ბრმა ჩვენ კლინიკაში და ზუსტად 7-10 წუთში დაინახოს სოფლიო ახალი თვალებით. და ეს რაც თავარია ამის შესაძლებლობა არის ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ ოპერაციას ნემსის გარეშე. და ოპერაციის დასრულებისთანავე ადამიანი იწევს ხედვას, ალბათ 64 წუთში. ჩვენ თვალს არ წუხვევთ პირდაპირ მიდის პაციენტის სახლში, ჩვენ არ ვუშლით მას დაუშვათ ტელევიზორის ყურებას იმავე საღამოს და ნუ ძალიან ეფექტურია. რა მაგარია რომ 7 წუთში უკვე ხედველობა გიბრუნდება. კი, ძალიან დახვეწილი ტექნოლოგიაა დღეს. და ნემსის გარეშე რას გულისხმობთ? ანუ ასე ვთქვათ, რეტრობულბარული ინექცია, ანუ ადრე ვაკეთებდი ჩვენ, მე ვაკეთე 20 წლის წინ. აქ შეყვავდა ანუ ორბიტის თვალის უკან შეყვავდა ნემსი, რომელიც შეიცავდა ლიდოკაინს. ხო, ხდებოდა, ხო, ძლიერი გაუტკივარება, ქუთუთო იწევდა დაბლა და ადამიანი როდესაც ნემს უკეთებ, ვეღარ ხედავს. და ამიტომ მე უნდა შეუხვიო თვალი და 24 საათის განმავლობაში ადამიანი ვერ ხედავს, ნუ მაინც დისკომფორტი აქვს და მეორე დროს კი მოდის და უხსნით მას ეს ამ ნახვებს, უხსნიდნენ. მაგრამ ეხლა უკვე ჩვენ იმის გამო რომ ნემსის გარეშე ვაკეთებ ოპერაციას და გაყუჩებას ვაკეთებ მარტო წვეთების საშუალებით, ტეტრაკაინის წვეთები არის, რომელიც საკმარისია თუ შენ დაუშვათ 7-8 წუთში ამთავრებ ოპერაციას და დარწმუნებული ხარ შენ თავში რომ პრობლემები არ შეიქმნება.
ანუ ძირითადად ანესთეზიაზეა. ძირითადად ანესთეზიაზეა ლაპარაკი, ხო. ანესთეზია კეთდება წვეთების საშუალებით და ეს წვეთების მოქმედება 2 წუთში გადის ოპერაციის მერე. და უკვე ადამიანი იწყებს ხედვას. საღამოს ტელევიზორსაც უყურებს. კი, მანქანითაც წასულან ჩვენ ესეთი რაღაცა არის კატარაქტასთან დაკავშირებით გავრცელებული, რომ ექიმთან რომ მიდის პაციენტი, ეუბნება ხოლმე ექიმი, რომ უნდა მომწიფდეს. ხო, ეს მომწიფება არ გაგიგია? როგორ არ გამიგია და დღესაც მომწიფე კატარაქტები, მაგრამ ეს არის, ესე ვთქვათ, არქაული პერიოდი და სამწუხაროდ დღესაც ზოგიერთ არ ვიცი ქალაქში თუ პოლიკლინიკაში თუ კლინიკაში ეუნებიან ეგეთ რაღაცას ჯერ კიდევ და მინდა მოსახლეობაც იცოდეს რომ პირიქით რაც უფრო მომწიფდება კატარაქტა მით უფრო გართულდება სიტუაცია მით უფრო რთულია მე ეგეთი კატარაქტის ოპერირება ქირურგისთვის ამიტომ ადრეულ სტადიაზე არის ყველაზე მარტივი ქირურგისთვისაც და პაციენტისთვისაც და მომწიფება მდგომარეობის სიფრში რომ თლიანად შეიმღრევა აი ნახეთ აი ეს არის ჩვენი თვალი და აი ეს არის ბროლი. ხო. ამის შემღრევას ქვია კატარაქტა. და ეს როდესაც არის მთლიანად შემღრეული, ანუ მწიფე კატარაქტა ქვია, თეთრდება საერთოდ გუგა. თვალში დაწნევად შეიძლება ამ დროს მოიმატოს და ქირურგს ძალიან უჭირს ოპერაციის გაკეთება და გაკონტროლება ეგეთ სიტუაციას. ამიტომ დაწყების სტადიაზე არის აუცილებელი რომ მოვიდეს პაციენტი, ამას ეს იშლება ულტრაბგერის საშუალებით და ჯდება გამჭვირვალე ხელოვნური ბროლი, რომლის საშუალებითაც სხივები შედის თვალში, გარდატეხილი სხივები და აღიქვამს უკვე ამას ნერვული ქსოვილი, ანუ ბადურა გარსი. და ადრინდელი, ხო, ანუ რა კარგია ეს პოდკასტი რო არსებობს, იმიტომ რომ ეხა ძალიან ბევრი ადამიანს, რომელსაც ეთქვის სხვა ექიმი, რომ უნდა მომწიფდეს კატარაქტა და მერე გაიკეთო, არის სრული მითი. და არანაირი მომწიფება კატარაქტას არ ჭირდება. მაშინ როცა ულტრაბგერითი ქირურგია არ იყო შემოსული და ნაკერით დიდი განაკვეთით კეთდებოდა ოპერაცია და ულტრაბგერის გარეშე. მაშინ უნდა მომწიფებული იყო კატარაქტა და ეხლა ძნელი ასახსნელია ჩემთვის ტექნიკურად რატო ხდებოდა ეს, მაგრამ მაშინ უნდა მომწიფებული იყო კატარაქტა, იმიტომ რომ მაშინ დაწყების სტადიაზე კატარაქტას ვერ ვაკეთებდით. ლაპარაკი არის 80-იანი წლების ბოლოზე. ანუ ულტრაბგერითი ქირურგია ჩვენ დავიწყეთ სადაც 90 წლების შუაში. მანამდე კი ვიცით რომ უნდა მომწიფებულიყო, გავრმოებულიყო პაციენტი რომ გავუკეთებინა ოპერაცია და ოპერაციის მერე მაშინ ვიღებდით ჩვენ მაქსიმუმ 40-50% მხედველობას. და ჩვენ რომ გავუკეთებინა 50%-იან მხედველობაზე, ანუ არამწიფე კატარაქტაზე, უფრო ზევით ვერ ადიოდა მხედველობა. ეხლა ჩვენ ოპერაციას ვაკეთებთ 60% რო აქვს ოპერაციამდე. ანუ ეფექტურობა უფრო ეფექტს ელოდით მაშინ, ხო? ეფექტურობა ისეთი არ იყო ადრე, როცა ნაკერდებოდა თვალს, ვიდრე ეხლა უნაკერო ოპერაცია კეთდება, სფერულობა არ იღრება საერთოდ თვალის, ასე ვთქვათ, ასტიგმატიზმი არ აქვს ოპერაციის მერე და თუ სხვა დაავადება, იგივე გლაუკომა და მაკულური სტროფი არ აქვს თვალს, ოპერაციის მერე შეიძლება 100% მიიღო. 60-დან შეგვიძლია 100%-ზე ახვიდე, 80-დან შეგვიძლია 100%-ზე ახვიდე. გამაგარია. რამე ერთ რეაქციას ხო არ გაიხსენებდი პაციენტისას, აი რომელმაც აი ამ 7 წუთში სამყარო თავიდან დაინახა. კი, მე ჩემ მეგობრებს გავუკეთე ოპერაცია. იცით რა იყო იქ ბაშა ძალიან ახლობები იყვნენ ჩემ კაბინეტში. ისხდნენ პატრონები და ესეც დავსვი ჩემ კაბინეტში. დღის ბოლო იყო და მეც უკვე ბოლო ოპერაციაზე მოვიტოვე ეს ადამიანი. უთხარი ჩემ ექთანს რომ მოემზადებინა საოპერაციო და შეუშვი ჯერ ეს პაციენტი, რომელსაც ერთადერთი ხედველი თვალი ჰქონდა. და მწიფე კატარაქტა საერთოდ ვერ ხედავდა ვერაფერს. და შეუშვი მე მეც უთხარი რომ მეთქი ხა მე შევალ და მალე გამოვაცხო და მართლა გამოვედი ჩვენ 10 წუთში. და ეს ადამიანი ხედავდა ამათ არ ეჯერა. ეს დაიწყო ადამიანმა ტირილი და. ხო, სვანეთიდან იყვნენ ესენი და მოკლედ ეგეთი სიტუაციები ერთი არ არის ეგეთი, ბევრი იყო ეგეთი შემთხვევები და ძალიან ეფექტური ოპერაცია მოხდა. ხო, კიდევ ვეუბნები მოსახლეობას და ყველას რომ ჯობია დროზე მოხვიდეთ. რაც უფრო ადრე მოხდება. ადრე, ხო, და იმიტომ რომ თან ეს სიცოცხლის პერიოდი ძალიან გახანგრძლივდა. და ჩემთან ახლა დღესაც ვეუბნებოდი ჩემ რეზიდენტებს, პაციენტის საშუალო ასაკი ჩემთან დღეს არის 80 წელი. ყველა პაციენტი ვინც დღეს მივიღე მაგალითად იყო 78-დან 90 წლამდე და 80 წლის ზევით უკვე ძალიან რთულდება კატარაქტის გაკეთება, მით უმეტეს თუ მოდის გვიან. ეგ უკვე ფაქტობრივად სხვა კატეგორიის ოპერაციაში გადადის, აბსოლუტურად ურთულესი ოპერაცია გასაკეთებელი ხომ, როდესაც არის, იმიტომ რომ ბროლის ღრძობა ხდება ხშირ შემთხვევაში. ეგრეთ წოდებული ფსევდოექსფოლიაციური სინდრომია, რომელიც
სამაგრი აპარატი არის თვალის, ბროლის უпростоრად და ეს სამაგრი აპარატი აბსოლუტურად მორყეული არის. ანუ ბროლი დამაგრებული არის ძაფებზე და 80 წლის მერე ეს ძაფები წყდება უმეტეს შემთხვევაში და ეგეთ თვალზე ოპერაცია არის ძალიან რთული. კეთილი, დღეში რამდენ პაციენტს იღებთ დაახლოებით, ანუ რამდენ ხა თქვენ ახსენეთ პაციენტების ასაკი, მაგრამ მათი რაოდენობაც მაინტერესებს. ალბათ 30-40 პაციენტი. იმიტომ რომ მაყურებელს შტაბის-წევრებმა წარმოდგენა გაუჩნდეს, დღეს ვიყავით თქვენთან თვალების გამოკვლევაზე და თქვენი კაბინეტის წინ არის თვალუწვდენელი რიგი. და 30 პაციენტს პირადად ხვდებით და თან ყოველდღიურად ფაქტობრივად ოპერაციებიც არის. ხო, მძიმე სამუშაო გვაქვს ძალიან კი და ყველას უნდა რომ მე უნდა მოუყვეს ყველაფერი აბსოლუტურად. თავიდან ბოლომდე. და შეიძლება მარტო შემოვიდეს პაციენტი, ყველაფერი აუხსნა და დააკაკუნოს ოჯახის წევრა და ერთი მეს ამეხსენი რა ხდება აქ. და მე იმას უნდა მოუყვე და მე სახში რომ მივიდივარ 6 საათზე, გათიშული. მე ეწება რეკვები სახში. იცით დღეს ჩემთან თქვენი ესე ჩემი мама იყო და ვერ გადმომსასწორეთ რა პრობლემა და ეხა იქნებ მითხრათ და აი ეგეთ სიტუაცია. ნუ ცალკე კიდე მეგობრების ზარები აუსაც ასე აწუხებს ეს თვალის პრობლემები და ესე მოთმინებით იტან ამ ყველაფერს. არა, ვერ ვიტან მოთმინები, ძალიან ცუდ დღეში ვარ. ხო? ხო, მაგრამ ტელეფონს ვერ ვთიშავ რა, მართალი გითხრათ რა. კეთილი და ოფთალმოლოგია რატო აირჩია? აი რა იყო ინსპირაციის წყარო რომ თვალის ექიმი გამოსულიყავი. იცი რატო ამბობ ამას რომ აი ძველ პერიოდში იყო ხოლმე რაღაცა სქესთან შეჭიდული პროფესიები. ხო, სქესთან. აი პედიატრებს უფრო მეტად უნდათ რომ გოგოები აბარებდნენ პედიატრიულ ფაკულტეტზე. ხო. აი და ოფთალმოლოგიაც მაინც ცოტა უფრო მეტად ანუ იმ ძველ პერიოდს ვამბობ, რომელიც აბსოლუტურად მცდარია, უფრო მეტად იყო რაღაცნაირად თვალის ექიმი ყოველთვის რაღაცა ხალი იყო ხო? არა, სხვადასხვა კი, მართალი ბრძანდებით, კი, წამყვანი ქირურგები ბევრი იყო ქალბატონი თვალში. განსაკუთრებით მე როცა დავიწყე მოღვაწეობა, მაგრამ მე საერთოდ მინდა კარდიოქირურგიაში წასვლა და მე ვფიქრობ, რომ გადარჩენილი ვარ, ხომ კარდიოქირურგიაში არ წავედი. თუმცა ესეც საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო, მაგრამ ნუ ალბათ ისეთი შრომატევადი მაინც ალბათ არ არის. იქ ლეტალურ პრობლემებთან აქვს ასე ვთქვათ, შეიძლება პაციენტი გარდაგეცვალოს. აქ ეგ მაინც არ აქვს, რომ პაციენტი გარდასრულებს არ გარდაიცვლება. ხო, თუმცა კარდიოქირურგიაც ისე განვითარდა, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი ძალიან შემცირებული. ცხოვრების პერიოდში რაღაცა გართულებები კარდიოქირურგებს აქვს. ეს კარდიოქირურგი გართულება გაცილებით ახლა ძნელად გადასატანია სპეციალისტისთვის, ვიდრე დაუშვათ ჩვენი. თუმცა თვალის პრობლემა როცა აქვს პაციენტს, ეს ძალიან ცუდ დღეში აყენებს ქირურგს. მოკლედ ჩემი არჩევანი იყო აბსოლუტურად შემთხვევითი. მე მივიდოდი კარდიოქირურგიაში და ამ პერიოდში ეს საბჭოთა კავშირის პერიოდია ძალიან დიდი ნაბიჯებით წავიდა წინ ოფთალმოქირურგია ცნობილი პროფესორის აკადემიკოსის ჟეტოსლავ ფიოდოროვის ცენტრი. დიახ, მეშვეობით. და ჩემმა მეუღლემ თქვა რომ მე უნდა წავიდე ოფთალმოლოგიაშიო და მოდი შენ წამოდი ოფთალმოლოგიაში. მე ვთქვა ასე ლაპარაკობ ხა ოფთალმოლოგია, სად მე და სად ოფთალმოლოგია ისე უყურებდი რაღაც ძალიან ისე. მაგრამ მე რაღაც მოსკოვში ვიყავით ეს ცენტრი ნახეთ და ნუ რაღაც საოცარი ცენტრი იყო იმ დროისთვის და ეხლაც პრინციპში რა. თავის 12 ფილიალით და ნუ აი მეუღლემ ასე თქვა გადამეწყვეტინა ეს ჩემი პროფესიის შეცვლა და დარგის უпростоრად. ხა ვინ უფრო კარგი ექიმია, თქვენ თუ თქვენი მეუღლე? უცხელად მიპასუხეთ. რას თავარია? მე ვფიქრობ, რომ დავუყე, ნუ სხვა მაღალია თქვა, მაგრამ მეუღლე იმის გამო რომ მე წავედი ოფთალმოლოგიაში, ორივე ოფთალმოლოგი მაშინ არ შეიძლებოდა ეს, ასე თქვა, სულ ტონად ვიღებოდა, რომ ცოლ-ქმარი ერთ განყოფილებაში ერთისთვის მოუწია ნევროლოგიაში წასვლა. ხო. თუმცა უბრალოდ არა პროფესია არის, ხა ბავშვთა ნევროლოგია არის მარინა და მე ვფიქრობ, რომ სწორად არის და ანუ ტონის გულისთვის როგორც დღეს ნახეთ, საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვართ ჩვენ. კი, მართლა ძალიან ბევრი პაციენტი ყავს და ძალიან ბევრი მადლიერი პაციენტი, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხომ? ანუ ყველაფერს ექიმის მისაღებში იგებ ყველაფერს. აი შეიძლება თქვენამდე ეს არ მოდიოდეს, მაგრამ აი ლაპარაკი, რომ
უკვე გავიხედე უკვე ის და იცი რა არის პოზიტივით აი ის მისაღები ყველა რაღაცას ეკითხება ის როგორია რაღაცა და იმ მისაღებში იგებ ყველაფერს ყველა ჭორი მართალი ყველაფერი აი ამ მისაღებში ირევა და ძალიან კარგია რომ ამდენი მადლიერი სინათლე დაბრუნებული პაციენტი გყავს. კარგი, ერთი ესეთი კითხვა მინდა დაგისვა. არსებობს დაავადებები, რომლებიც იცი რომ პროგნოსტულად ეს დაავადებები შეიძლება საკმაოდ მძიმედ წარიმართოს და ადამიანი დღეს თუ ხედავს რაღაცა პერიოდის შემდეგ მამხედველობა სრულებით შეიძლება დაკარგოს. ამის კომუნიკაციას როგორ ახდენთ ადამიანებთან და აი როგორ ეუბნები რომ შენ დაბრმავდები და 100%-ით ბრმა იქნები. აი ეს და როგორ იღებენ ადამიანები ამას, იმიტომ რომ მე საუბრის დასაწყისში ჩვენ მკითხე რომ არჩევანის შესაძლებლობა არ მქონოდა ყრუ იქნებოდი თუ ბრმა და მიპასუხე რომ ყრუ იქნებოდი და ყველაფერი ჯობია სიტუაცია. აი როგორ იღებენ მაშინ ამას? იცით რა შეასაქმე? მე ხარც ვიტყვი დაავადებას, რომელსაც დღავსა ჩვენ დღეს ვერ მკურნალობთ, იმიტომ რომ ჩვენ მაყურებელი გვიყურებს და ნუ ცოტა ასე თქვა არ მინდა და სტიგმა განვაზღვა. მაგრამ ერთ-ერთი რთული დაავადება ეს არის გლაუკომა და მაკულო დისტროფია და კერატოკონუსი. მაგრამ სამი მათგანი შეიძლება მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც განკურნო თუ ადრეულ სტადიაზე მოვა პაციენტი, მაგრამ პაციენტი მოდიან ძალიან გვიან სტადიაზე და არის ხოლმე შემთხვევა როცა მოდის გლაუკომა უკვე ფაქტურად დაბრმავებული. ან შენ იცი რომ დაბრმავდება ეს ადამიანი სამთვეში. პაციენტს ამას ვერ ვეუბნებით, მაგრამ პაციენტის პატრონს ვეუბნებით, რომ ჩვენ ახლა ყველაფერს გაიგეთებთ, მკურნალობას დაგნიშნავთ, მაგრამ სამწუხაროდ აქ ნერვული ბოჭკობის ის რაოდენობა არის უკვე დაზიანებული და დაკარგული, რომ მას თავის ცხოვრების ბოლომდე ეს თვალი აღარ ეყოფა. და ის დაუშვათ სამთვეში დაბრმავდება, ან ერთ წელიწადში დაბრმავდება და ნუ რა თქმა უნდა პაციენტს ამას არ ვეუბნებით. ბატონო მიხეილ, აი ეხა ამასთან დაკავშირებით მინდა ჩაგეკითხოთ. აი თქვენ ამბობთ რომ პაციენტს ამას არ ვეუბნებიო, მაგრამ აი თქვენ რომ აღმოჩნდეთ პაციენტის როლში და ვინმე რომელიმე ექიმმა ეს დაგიმალოთ, როგორ იგრძნობდით თავს? აი მე მაგალითად მირჩენია რომ ნებისმიერი ინფორმაცია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვიცოდე. რომ თუნდაც ის სამი თვე რომელსაც დავინახავ რაღაცნაირად სხვანაირად დავამენეჯმენტებთ. ხო, იცით რა არის კიდე, რა თქმა უნდა, თუ ახალგაზრდა ადამიანი ლაპარაკეთ 50 წლის, 60 წლის მოდის, მაგრამ ეს რასაც მე ვლაპარაკობ, ძირითადად ეს ახლავს 80 წლის, 85 წლის ხალხს, რომლებსაც პატრონობს უკვე ოჯახის წევრები. და თვითონ ოჯახის წევრების მეუბნებიან რომ მოიცა ახლა მე მითხარი ეს კულტურა არის. ხო, ეს არის. უცხოეთში დაუშვათ ხო მართლებს ძანდებით ეგრეა მიღებული, ყველაფერი უნდა უთხრა პაციენტს. ონკოლოგიაში ალბათ ეგრე უნდა უთხრა, კი, თუ ერთად დაიპროს 30 და 50 წელიწადში მოვიდა და სიმსივნეა და სამთვეში კვდება, რა თქმა უნდა უთხრა, მაგრამ თან აქ ორ თვალზეა ლაპარაკი, თუ ორივე თვალზე ბრმავდები, კიდე ზოგჯერ არის რომ ერთი თვალი ბრმავდება, მეორე თვალი ადამიანი ხედავს და იმას შეიძლება ერთი 50 წელიწად ისე მოვაწევს, რომ აფერი მოვიდეს. თუ ეხლა რაც პროფესიონალი შეზღუდვები არ აქვს. ამიტომ გლაუკომას ოდნავ მოგვიანებით დაუბრუნდეთ, მანამდე ცოტა ესეთი ლირიული შეკითხვა მინდა დაგისვა. როგორ ფიქრობ, მე ვხედავ მზეში ხატია, მზეს მართლა ხედავდა? აი მე სულ მაგას ფიქრობ, რომ ისე რა ქვია, მას სოიას ხედავდა და ხო, კატარაქტა ჰქონდა და კატარაქტის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და კატარაქტის ოპერაციის დროს სინათლეს ხედავენ. ხო. მე არ ამგონი რომ სხვა დაავადება ქონოდა. ანუ კატარაქტა ექნებოდა ხატიას ხედავ მზეში. წესით, ხო, წესით კატარაქტა უნდა ქონოდა. მას, მაგრამ მაშინ ბოლოს არ ნერგავდნენ ხარ. ხო. არ ვიცი რეალურად იქ რა ოპერაცია გაკეთდა და ნუ შედეგობრივად ცუდი შედეგი იქონდა ხატიას სამწუხაროდ, ხო? მაგრამ ორ თავარ რაღაცას ხედავდა, თავის შეყვარებულს და მზეს ხედავდა. ფილოსოფიურად მზე სიცოცხლის საწყისია, ხო? ფილოსოფიურად შეყვარებულს ხედავდა, მაგრამ რეალურად სიმპტომები რაც ჰქონდა ხატიას, უფრო კატარაქტას გავდა. თუმცა ეხა ძნელი საფრთხეა ჩემთვის. კეთილი, აი ისევ გლაუკომას რო დაუბრუნდეთ, ადრე გლაუკომის დიაგნოზი ხა თქვენ ახსენეთ, რომ გლაუკომა მართვადი დაავადებაა და თუ ადრე მოვიდა პაციენტი, ხომ, მისი თვალის შინის შესაძლებელია, რომ დიდი ხნის განმავლობაში იყოს შენარჩუნებული.
ადრე იყო მკურნალობის ასეთი მეთოდი, რომ გლაუკომა თვითონ რო ახსნათ, ხო საკმაოდ ეს მტკივნეული დაავადებაც არის, როდესაც წნევა იმართებს შორსასულ ფორმაში, ხო, ანუ ცრემლდენა აქვს, ტკივილი აქვს ადამიანს და ადრე იყო ესეთი მეთოდი, რომ თვალის ნერვს თიშავდნენ, რომ ხელოვნურად აბრმავებდნენ ადამიანებს. ახლაც ეს მეთოდი გამოიყენება? ეს მეთოდი გამოიყენება, ხო, კი არა, აბრმავებენ ადამიანს, უკვე ტკივილი როცა ეწება, უკვე ხედლობა დაკარგული ადამიანი მოდის და თვალი თავის ფუნქციას, თავარ ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ანუ ხედლობა აღარ არის. მცირედ შენარჩუნებულიც რო იყოს და ძლიერი ტკივილი ამ დროს უნდა დააბრუნოს. არა, თუ ხედლობა სინათლესაც თუ ხედავს ადამიანი, იმასაც ვცდილობთ რომ შეუნარჩუნოთ ორგანო, ანუ ორგანო შემონარჩუნებელი ოპერაცია გავაკეთოთ. მაგრამ ლაპარაკი არის მაგ მეთოდს ვიყენებთ იმ შემთხვევაში მარტო თუ საერთოდ სინათლესაც ვერ ხედავს. ანუ ნოლი ქვია ეგეთ ხედულობას, სრული სიბრმავე როცა არის, როდესაც პაციენტისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ახლა იმას ნერვს გადაუჭრიან თუ არა, ნერვს ჭრიან იმის გამო, რომ ტკივილი აღარ ქონდეს პაციენტს და იმისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე ძალიან რომელი თვალის უბრალოდ ნერვს ჭრიან და აკეთებენ იმას, რა ქვია, ძალიან იღებენ თვალს. ან შეყავს სპირტი, თორემ მარტო ნერვის გადაჭრა არ შველის საქმეს. ძალიან იღება თვალი ამ დროს. სპირტი შედის და კლავს ხედლობის ნერვს. 5 მილილიტრი სპირტი შედის შეყავთ ხოლმე ლიდოკაინთან ერთად, რა თქმა უნდა, თვალის უკანა მონაკვეთში, თვალის უკან და ხდება ტკივილის კუპირება, ხო. მაგრამ ესეც ზოგჯერ ვერ შველის და ზოგჯერ იზოლირებულად თვალი ამოვიღოთ, იმიტომ რომ ისეთი ტკივილებია, რომ პაციენტს ურჩევენ, რომ თვალი არ ქონდეს, ვიდრე ქონდეს არამხედველი თვალი და ხო საშინელი ტკივილი გაცილებით უფრო ძლიერი ესე რო იცოდეთ, ვიდრე კბილის ტკივილი. ვერ შეედრება. ეს სხვა კატეგორიის ტკივილია. ადრე თვალის წნევის გასაზომად გირებს რო ადებდნენ ხოლმე, ახლა ეგ გამოიყენება თუ სხვა მეთოდოლოგია უკვე თანამედროვე? არა, გირების იოდის რაღაც კოლარგოლის ეს არის ხსნარი არის, იმით ღებავდნენ. ეხლა საკეთებდნენ ზოგიერთ დაუშვათ პერიფერიაზე სამწუხაროდ ეხლა საკეთებენ. ძალიან მტკივნეული იყო. მტკივნეული არ არის, აღმოჩენენ, მაგრამ ნუ ეხლა ეს თქვა არქეოლოგიური მეთოდია დღეს ეხლა ძალიან ბევრი ახალი თანამედროვე აპარატები, რომელიც ასე თქვა ძალიან მარტივად, ფაქტიურად უკონტაქტოდ აკეთებს. მე რა მაგის პასუხია და ჩემი თვალის წნევა ხო ნორმის ფარგლებშია. ესე გაგიზომეთ თანამედროვე აპარატით, რომელიც ვერ იცით ისე გადაიღო თვალის წნევა. კეთილი. ყველაზე მეტად რა ქვია იმ დაავადებას, რომელიც არ გიყვარს თვალის სნეულებებში? რომელიც მე არ მიყვარს? რომელიც არ გიყვარს და აი ხო. რომელზეც ნუ რა თქმა უნდა, ოფთალმო-ონკოლოგია ეს ურთულესი დარგი არის და ძალიან რთულია რეტინობლასტომა ახალშობილებში, ანუ თვალის სიმსივნე ბავშვებში. ძალიან რთულია ჩემთვის დღენაკლულთა რეტინოპათია. ანუ, როდესაც ადრე ხდება მშობიერობა და იბადება 7 თვიანი ბავშვი, მას ზოგჯერ ათავსებენ სპეციალურ ალასტინზე რა სიტყვით მაგ შემთხვევაში? ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ სოფლიოში ამ შემთხვევაში კეთდება ალასტინი, სხვათა შორის ყველასთვის ცნობილი არის მომღერალი სტივ ვანდერი. მას სწორედ დღენაკლულთა რეტინოპათია ჰქონდა და იმიტომ ვერ ხედავდა ეს ადამიანი. ის ბრმა დაიბადა. სხვათა შორის აი ამ მედიკამენტს რომელიც ვახსენე საკმაოდ დიდი შედეგები აქვს ალასტინს ძალიან დიდი შედეგები აქვს დაიწყო ამ დღენაკლულ ბავშვებში ალასტინს ძალიან დიდი შედეგები აქვს ალასტინი ასე ვთქვათ მე შემოვიდანე პირველად საქართველოში ეს ონკოლოგიური პრეპარატი არის ხო და პირველად რომ გავაკეთეთ ეს პრეპარატი რატომღაც ეს იყო 90-იან წლებში იყო მე მგონი ომიაძე კიბოს წამალი თვალში გააკეთა ერთ-ერთმა ჟურნალმა გაზეთმა დაწერა. ცუდი პიარია გიგორეს. ცუდი პიარია გიგორეს და მე დაგვებარე სამინისტროში და სანამ გაარკვიეს, ნუ დიდი ის იყო რა ქვია. პრობლემები შეიძლება დაეჭირე. მაშინ 90-იან წლებში იყო და ესე ვთქვათ ესეთი სიმკაცრე არ იყო და არ ვიცი. შეიძლება ყველაფერი მოხდა იყო, მაგრამ ნუ არა, უბრალოდ დავასაბუთე და მე ლიტერატურა მივიტანე და უთხარი რომ ეს შემთხვევით აღმოჩენილი პრეპარატი არის, რომელსაც ონკოლოგიაში ხმარობდნენ და ეხლა მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს გამოიყენება და ძალიან დიდი შედეგებია და მე ახლა მინისტრმა დამიჯერა და დამედგა გვერდზე. ფიოდოროვის ცენტრმა გადაგაწყვეტინათ რომ წასულიყავით ოფთალმოლოგიაში, იქ რომ ჩახვედით რომ ნახეთ, ხომ?
პირველად როდის გახვედი ევროპაში და როდის ნახე თანამედროვე თვალის კლინიკა და რა იყო თქვენი შთაბეჭდილებები? ხო, ეს მოკლედ მოხდა აი მძიმე ხანაში 90-იან წლებში, როდესაც ჩვენთან რაღაც გაზი იყო, არც სინათლე, არაფერი როცა არ იყო. ამ დროს მოხდი ესე აბსოლუტურად შემთხვევით, ჩემი მეგობრების საშუალებით ინსბრუკის ავსტრიაში, ინსბრუკის უნივერსიტეტში. მან სათხილამურო თუ არ ნამყოფი, სამთო სათხილამურო კურორტია, ძალიან კარგი. მას მე ძალიან ბევრი უნივერსიტეტში ვიყავი და ძალიან ბევრი ქალაქში, მაგრამ ინსბრუკის უნივერსიტეტის ნაირი ლამაზი და აღჭურვილი შენობა მე დღემდე არ მინახე. და რა იყო, რამე კულტურული შოკი მიიღე? კულტურული შოკი მიიღე ქალაქის ქვეყნისგან, იმიტომ რომ ავსტრია თვითონ ძალიან განვითარებული ქვეყანა იყო. მოხდი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი მაშინ რა ქვია ქალაქში. იმათმა კიდე დამასახლეს ასე ვთქვათ სტუდ ქალაქში, რომელსაც თავის საკუთარი აუზი ჰქონდა და სასწაული კვება იყო და სასწაული გარემო იყო, არ ვჯეროდა. მე და ჩემი მეუღლე ერთად მოხდით რა სწავლა. ეს ნევროლოგიაში, მე ოფთალმოლოგიაში. ასე ვთქვათ, ეს იყო მე მგონი დაადის სტიპენდია მოგწეს ჩვენ თუ გაადის, აღარ მახსოვს, რაღაც სტიპენდიანტები ვიყავით რა და იქ სამი თვე ვიყავით ერთხელ. DAD არ იქნებოდა, EAD იქნებოდა, Österreich-ში, ხო. DAD გერმანიაში მართლმადიდებლები და ყველაზე კარგი რაც მოხდა, ისე მოვაწონეთ თავი და ისე შევაწოდეთ უბრალოდ თავი, ქალაქის ბერიც შეხვდა, რომ ინსბრუკის ქალაქის მერმა გვაჩუქა პირველი დიოდ ლაზერი, რომელიც მაშინ 50 მარკა შილინგი რაღაც ძალიან ძვირი ღირდა და ეს გამოაგზავნა ჩვენი თვალის ცენტრს აჩუქა. მაშინ იყო ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი. და რომ ჩამოვიდა სამთოში, ჩამოვიდა ჩემი ხელმძღვანელი მაშინ ბატონიევი იყო პერაძე, არც შეეროდა არავის რომ მეთქი ნამდვილად გვაჩუქეს მეთქი ბატონიევი თქო. მოკლედ ეგეთი რაღაცა მოხდა ხო. და მე გავაგრძელე ეს სწავლა და პრაქტიკა. არ შემიძლია არ გითხოთ ტრამვებზე ოფთალმოლოგიაშიც, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ხო, ძალიან ბევრი შემთხვევაა და აქტუალური ხო და ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევები შეიძლება იყოს, შეიძლება საწარმოო ტიპის ტრამვა იყოს და ადამიანებს ძალიან მყისიერად შეიძლება დასჭირდეთ დახმარება. აი, ცენტრი, სადაც მუშაობ, კი, ჩვენთან 24 საათი ქირურგი არის. რა თქმა უნდა, 24 საათიანი ურგენტული სამსახური არის ჩვენთან და ნებისმიერ წუთში თუ რაღაცა მოხდა უბედური შემთხვევა, ჩვენთან შემიძლია რა ქვია უკეთებთ სასწრაფო ოპერაციას და ვარჩენთ ესეთ ხალხს. ძალიან კარგი. კიდევ ერთი მარკეტინგული ბაზარზე ბოლოს ძალიან აგრესიული მარკეტინგული პიარი რო დაიწყო თქვენი როგორც ოფთალმოლოგის, ეს იყო 7 წუთში მხედველობის 7 წამში მხედველობის femtoexcimer ლაზერზე გეკითხება. ხო, აი ეს femtoexcimer ლაზერი ახზე აი ეს 7 წამში ხო, რა თქმა უნდა. ამ რეკორდი ხო არ გაგიუმჯობესებია? არა, ეს ჩემი რეკორდი არ არის, ეს ოპერაციის ხანგრძლივობაც არ არის, ეს უბრალოდ მე ძალიან კარგი და საინტერესო კითხვა დასვით და მინდა რომ აყურებელსაც აუხსნე, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ თქვა როგორ შეიძლება 7 წამში ოპერაცია გაკეთდეს და მართალი ბრძანდება. 7 წამი არის უბრალოდ შეხების დრო, რომელიც ეს femto ლაზერი ეხება თვალს და 7 წამში აკეთებს ანათალს. ანათალს აკეთებს უბრალოდ ეს ჩვენთან დაზგას ალკონის ლაზერი, ყველაზე სწრაფად აკეთებს ამ ანათალს და ამით ჩვენ თავი მოგვა 7-ში არა 6 წამში აკეთებს. 6 წამში აკეთებს ანათალს. მე ეს პაციენტი გვერდზე მეორე ლაზერზე გადადის და იქ 10 წამი არის შეხება მეორე ლაზერზე და იქ უკვე -1-დან -7-8 დიოპტრიამდე ახლომხედველობას ხსნის. მაგრამ სადა შესვლა იქ ფოკუსირება, გამოსვლა ამას ჭირდება 10-12 წუთი, 15 წუთი ჭირდება. უფრო პაციენტს აინტერესებს უფრო რამდენხანს მეხები, ხა იქ რამდენხანს წამოწვება და მე დამელაპარაკება და აბა მარჯვნივ გაიხედა, ეს არ შედის ეს დროში. ანუ 7 წამი არის ლაზერთან შეხება. ერთი ლაზერი, რომელიც ანათალს გააკეთებს განისმაგრად, ადრე დაინდიკებოდა, ეხლა დაინდიკება ბევრ კლინიკაში ეს ანათალი. და მეორე ლაზერი, უკვე ექსიმელ ლაზერი ქვია იმას, ხსნის ან ახლოხედლობას, ან ასტიგმატიზმს, ან შორსხედულობას. femtoexcimer ლაზერის გამოჩენამ ძალიან დიდი შვება მისცა იმ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ მიოპიით ან ასტიგმატიზმით დაავადებულები, იმიტომ რომ აი ხო რაც თქვი რომ 7 წამში ფაქტობრივად მხედველობა უბრალოდ ეს სამუდამოა მე დიახ, ეს სამუდამოა, ეს სამუდამოა და ფაქტობრივად ეს რობოტიზაციის ტიპის
ის არის რა ქვია манипуляция არის ანუ ფაქტობრივად ეს femto ლაზერი რობოტი არის და შენს მაგივრად აკეთებს ამ ანათალს ასევე ეს რობოტიზებული ასე ვთქვათ ლაზერი femto ლაზერი ჩვენ მაგას ვიყენებთ კერატოკონუსის კურნალობაში და სპეციალ გვირაბებს ვაკეთებთ თვალში სადაც მე რკალებს ვამთ ხელით ვაკეთებთ ამას აქამდე არა მაგრამ ნუ დიდი ხნის წინ ვაკეთებთ ამას ხელით რაც არის ძალიან რთული თითქმის შეუძლებელი განსაკუთრებით თუ ძალიან არის გათხელებული რქოვანა და ეხლა femto ლაზერს ასევე ვიყენებთ ჩვენ კერატოკონუსის კურნალობაში გადაენერგვაში რქოვანის ან ადრეულ სტადიაში რკალების გადაენერგვაში რქოვანის გადანერგვა ახსენე და ტრანსპლანტაცია ეს რქოვანა მკვდარი ადამიანის რქოვანა ინერგება მეორე ცოცხალ ადამიანში და როგორ ხდება აი ამ დონორებს რა ეფექტი აქვს ზოგადად რქოვანის გადანერგვას რქოვანის გადანერგვა ძირითადად ხდება ესე დაავადება როგორც ვთქვათ კერატოკონუსი ან ტრამული დაზიანების დროს რქოვანის ანუ წინა გარსზე ელაპარაკი აი ეს გამჭვირვალე რაც აქვს ჩვენ ეს არის შემღრეული და ამ დროს გარდაცვლილი ადამიანის ოღონდ რა თქმა უნდა არა საქართველოში გარდაცვლილის რომ ჩვენთან არ აძლევენ უფლებას რა ცუდია ეგ ცუდია რა თქმა უნდა ანუ დონორის ინსტიტუტი ჩვენთან არ არის და არ არის შემოღებული არ მუშაობს ამიტომ ჩვენ გვიწევს ამერიკიდან ჩამოტანა რა საკმაოდ რთულია და ძვირია და ნუ გვაქვს კავშირი და იქ როცა უკვეთავთ იქ ხდება მოძიება დონორის დიდი რიგებია დიდი ხანი დიდი რიგებია კი ძალიან დიდი რიგები არ არის მაგრამ 60 კვირიანი რიგია და ეხლა კიდე რაღაც პრობლემები შეიქმნა ტრანსპორტირების და რაღაც ახალი რეგულაციები შემოიღო ამერიკის FDA სისტემამ და ამიტომ ცოტა უკვე გვიჭირს ძალიან რქოვანის მოძიება და სულ დგას ეგ საკითხი რომ იქნება რამენერად ამერიკაში გაკეთეს ერთი თვალის ბანკი და ეს დონორის რქოვანები რომ იქნეს მოძიებული უკვე ჩვენთან მაგრამ ნუ ალბათ ჩვენი შემდეგი თაობა თუ მოახერხებს ამას იმიტომ რომ ნუ სხვა მენტალიტეტი არის კავკასიაში და ამაზე გაკეთება ძნელია მოკლედ ეხლა ევროპიდან და ამერიკიდან შემოვარს ხოლმე ჩვენ რქოვანები და რა ღირს მიცვა დონორის რქოვანა იცით რა არის ეს ასე ვთქვათ ფასი რქოვანის რომ იმ კომპანიამ უხავს ეს ღირს სიტყვაზე $3000 ამას ვერ ამბობენ იმიტომ რომ გამოდის რომ ესენი ორგანოს ყიდია და ორგანოს ყიდვა არ შეიძლება ამიტომ ფასი კი არის $2500 მე მგონი ტრანსპორტირების გარეშე მაგრამ ლაპარაკი არის უბრალოდ იქ ეს ფასი ედება მომზადებას ლაბორატორიულ კვლევებს და ასე შემდეგ თვითონ ქსოვილი გეუბნება რომ უფასოა მაგრამ ნუ ხო და შეთავსება ჭირდება რაღაცა პარამეტრებით შეიძლება არ მიიღოს გადანერგილი რქოვანა სხვა ორგანიზმმა კი ბატონო გეტყვით რქოვანაში არ გადის სიზარღვები ამიტომ ტრანსპლანტოლოგიიდან ყველაზე უფრო ეფექტური და კარგი შედეგები არის საერთოდ სხვა ორგანოებთან შედარებით რქოვანას აქვს რქოვანას ამიტომ ეს ლაბორატორიული ტესტები შეთავსება მოხდება თუ არ მოხდება შეთავსება უცხო ქსოვილის შენ პაციენტის ქსოვილი ეს არ არის მაგრამ მიუხედავად ამისა რა თქმა უნდა იმუნორეაქცია მაინც მიდის და 15-20%-ში რაც უნდა კარგად გააკეთო ოპერაცია შეიძლება შეიგრეს ეს რქოვანა ნუ სამწუხაროდ კიდე მეორე პრობლემა ის არის რომ ეს არ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და საკმაოდ რთული ძვირიჭდება ეს ოპერაცია სადაც და რქოვანის ტრანსპლანტაციის დროს პაციენტები იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებზე ხდებიან ვთქვათ იმუნიტეტის დათრგუმა არა შეიძლება ოპერაციის მერე პრედნიზოლონი დაუნიშნოთ მათ ჰორმონი რომელიც ასევე თავისთავად იმუნოსუპრესირებასაც ახდენს შეიძლება პრედნიზოლონი დაუნიშნოთ თუ დავუშვათ მეორეჯერ ნერგავ რქოვანას ამ შემთხვევაში პრედნიზოლონს უნიშნავთ რამდენი რქოვანის გადანერგვის ოპერაცია გექნება გაკეთებული ნუ მე წელიწადში ვაკეთებდი შარსან წლამდე, სანამ ეს გართულება მოხდებოდა ტრანსპორტირების წელიწადში ალბათ 20-25 რქოვანას ნერგავდი წელიწადში და პირველი რქოვანა გადანერგი 99 წელს. 99 წელს? ხო, მოსკოვში. აჰა, იქაც გვამური დონაციით. იქ პრობლემა არ იყო. იქ არ არის პრობლემა რუსეთში, იმიტომ რომ იქ ტექნიკურად რთული ოპერაციაა რო აუხსნა. ძალიან რთული ოპერაციაა ტექნიკურად კი. ნუ იმიტომ რომ ჩვენთან ეს ლაზერით კეთდება და მეტნაკლებად გამარტივებულია. ხო. იმიტომ რომ ეს პაციენტის თვალია დაუშვათ, ხო? პაციენტი ესე წევს, ლაზერის სხივი თვითონ ჭრის ამას. ჩვენ მე უბრალოდ პიცერით ვაცილებთ და
და ახალ რქოვანის თვალზეც ასევე ლაზერი ედება და იმასაც ვაცილებთ და მე ვადებთ ანუ სულით ამ რქოვანას ვაგდებთ გაფუჭებულ ნაკერი არ ედება? კი, და ვადებთ ახალ რქოვანას. ნაკრის დადება არის ძირითადად პრობლემატური. ნაკრის დადება. ადრე ვაკეთებდით ტრეპანით. ტრეპანი ცოტა უფრო რთული არის. ანუ მექანიკური ტრეპანი არის, რომელსაც ხელით აკეთებს ადამიანი. ეხლა ქირურგი და ეხლა ჩვენთან არის ფემტოლაზერი, იგივე ფემტოლაზერი, ამას უკვე 25 წამი ჭირდება ამის ამოჭრას, მაგრამ მაინც მარტივია. და ჯერ ეს საოპერაციოში ვაკეთებთ ამის ამოჭრას, თვალის დონორის ამოჭრასაც და პაციენტის რქოვანის ამოჭრასაც და მე გადაყვავს უკვე ზოგად საოპერაციაში. იცი რა მინდა გკითხო, რა არის თვალის მომავალი? აი საუბრობენ ახლა ხელოვნურ ინტელექტსაც რომ შევეკითხოთ, ხომ? ესე ამბობენ რომ ხელოვნური თვალი შეიძლება გაჩნდეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვისაც ჭირდება. ხელოვნურ თვალში არ გულისხმობ მე თქვა თვალნაკლულობის შემდგომ რომ დებენ ხოლმე და ის უფუნქციო თვალია და მხოლოდ კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა, ხომ? ანუ თვალი რობოტი პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, რეალურია ესა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ თვალს, ხელოვნურ თვალს. ნუ ნეიროლინკი არის შექმნილი ახლა ესეთი კომპანია არის ილონ მასკის, რომელმაც დაისახა ზუსტად მიზნად სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა. მაგრამ ეს ლაპარაკი არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც თვალე საერთოდ არ აქვს, ან თუ აქვს, აბსოლუტ უფუნქციო არის. და სპეციალური ჩიპი იდერგება თავის ტვინში. ხედავთ ფუნქცია აღებული აქვს კეფის წილს. და ეს როგორ აგესტათ ახლა ნუ თავის ტრეპანაცია ხდება პატარა მცირე ტრეპანაცია იქ ხდება ჩიპის ჩამაგრება რომელსაც აქვს სპეციალური ბოჭკოები რომელიც შედის თავის ტვინში და იმპულსებს გადაცემს მას და იმპულს ეს ჩიპი იღებს არა თვალიდან სიტყვაზე არამედ ვიდეოკამერიდან ვიდეოკამერა იღებს იმპულს ვიდეოკამერა გადაცემს მე რაც არ უნდა გაგიკვირდეთ ტელეფონს, smartphones და smartphone-ი გადაცემს ნეირო იმპულს ამ ჩიპს. და ადამიანი იწევს ხედვას. რა ინფორმაციას დღეს გვაქვს ერთ ადამიანზე არის ეს გაკეთებული. მხოლოდ. ალბათ სრულფასოვანი ხედვა მაინც არ იქნება, მაგრამ დღეს არ არის. დღეს არ არის სრულფასოვანი ხედვა, იმიტომ რომ ძალიან დაბალი პიქსელები აქვს ამ ჩიპს. როგორც დაუშვათ, როდესაც დაიწყეს მობილურების გაკეთება და ციფრული ფოტოაპარატების გაკეთება, ხო გასწოთ რომ დაბალი პიქსელები ქონდა მას და გამოსახულება იყო ცუდი. როგორც აი ტეტრიქს რო თამაშობდით თუ გახსოვთ. სნეიკი რო იყო გველი და დარბოდა და რაღაცებს რო. აი რაღაც ეხა არის შავ-თეთრი გამოსახულებაც დაბალი, მაგრამ მაინც ადამიანს შორის გადაადგილება და მოძრაობა შეიძლება. მაგრამ რა თქმა უნდა, ალბათ 15-10 წელიწადში ალბათ ჩაოლებრივ უკეთეს ხედულობას მიიღებს ეგეთი ხელოვნურად დაკარგული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს არის მთელი არმია ადამიანების, რომელსაც აქვთ ისეთი დაავადება, რომელსაც გამოიწვია შეუქცევადი სიბრმავე და ნუ ეს ალბათ დიდი რევოლუცია იქნება 5-6 წელიწადში. ბრაილის შრიფტით კითხვა იცი? არა. ისე რა კარგია რომ არსებობს, ხო? არა, ხო, კი, გადასარევი, მაგრამ და ეს ადამიანები როგორ იღებენ ინფორმაციას სმენით, მაგრამ აი რას ფიქრობ იმასთან დაკავშირებით, რომ აი ძალიან ცოტა ლიტერატურა იბეჭდება საქართველოში ბრაილის შრიფტით, რომ ადამიანებს მაგალითად უნდათ კითხვა და ანუ ეს გამომცემლობები ამ ლიტერატურას არ გამოსცემენ. აი ამ პროცესს თუ გაუწევდი ადვოკატირებას შენი პაციენტებიდან გამომდინარე. იცი რა შესაქმე, ამით დაკავებული არის უსვენთო საზოგადოება. მე მქონდა მაგათთან რაღაც დიდ პერიოდის განმავლობაში ხშირი კონტაქტი. ამ ბოლო პერიოდში მართალია რა არც თავმჯდომარეს აღარ ვისწრებდა, არც მაქვს მაგათთან ურთიერთობა, როცა მქონდა, მე ვიცოდი რომ ისინი ძალიან დაკავებული იყო თავიანთი სტამბა ჰქონდათ და ნუ ეს არის ძალიან შესაძლებელი სკოდი ადამიანები, რომელსაც რა თქმა უნდა დახმარება ჭირდება სახელმწიფოსგან და მართალბრძანდებით ალბათ ნუ მეტი ყურადღება ჭირდება, მაგრამ მე მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ არ მაქვს მეცეს. ხო, კარგი იქნება თუ თქვათ გამომცემლებიც იზრუნებენ ამაზე, რომ ამ ადამიანებისთვის ის ახალი ლიტერატურა თუნდაც ქართველი მწერლების რაც გამოდის, აუცილებლად იყოს დაბეჭდილი ბრაილის. ამიტომ ამ უსინათო საზოგადოებასთან ალბათ უნდა ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებმა, ვის ეს ავალია და
დახმარება გაუწიოს. უსინათლოთა დასახლება იყო სადღაც რუსთავის მხარეს რომ მივიდოდი ხოლმე, ხო? ფოინჯალაში. და აი ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან კარგი არის, რომ ქართლები იყო იქ და მუშაობდა და ეხა არ ვიცი რა ხდება ეხა მართალი. ფოინჯალაში იყო კი ეს ნამყოფი და პირველია ეს ხმოვანი შუქნიშნები, სწორედ აი ფოინჯალაში იდგა და კარგია რომ დღეს ახლა ეს ხმოვანი შუქნიშნები მთელ ქალაქში არის, ხო? მეტნაკლებად და ესეც ძალიან მისასალმებელია. კარგი, ცოტა ისეთი კომიკური შეკითხვა მინდა დაგისვა, მესამე თვალის არსებობის გჯერა. არსებობს თუ გჯერა? მესამე თვალი ახლა შეიძლება ეს იყოს ვთქვათ ასე ვთქვათ რა რას დავარქვათ მესამე თვალი რეალურად არ არსებობს, მაგრამ გამოცდილება, აზროვნება, ინტუიცია, თორე ახლა რეალურად მესამე თვალის ხო? ხო, დოლარს ხო ახატია ეს სამკუთხედი ჭიჭას. ხო, ახატია კი, მაგრამ ეს მესამე თვალის სიმბოლო არ არის. ხო. გეთანხმებით. თვალისცემის? ბატონო, თვალისცემის კი. აი რამე მაგალითს ხო ვარ? არა, ეს ხალხური ის არის, რა ქვია თქვა, რა. თვალი არ გეცეს შვილო და რა თქმა უნდა, ხო, გათვალვა. ხო, ეხა ეს ქართულ ტრადიციულ გოგოებმა დამაბარეს, ეხლა სანამ თქვენთან პოდკასტზე შემოვიდოდი, აუცილებლად კითხე ბატონ მიხეილსო და მეც მათი თხოვნა მინდა შევასრულო. რატომ ხუჭავენ კოცნის დროს ადამიანები თვალებს? არა მარტო კოცნის დროს, როცა ჭამდა ძალიან გემრიელი რაღაცა, არ ვიცი. ალბათ, იმიტომ რომ ეს გამოსახულება რო არ შეუშალოს და მთლიანად რო ასე ვთქვათ, ფოკუს ვერ ასწორებ ახლოს. არა. მე მაგალითად კარგ საწყოს ჭამ, მაშინაც მეხუჟება თვალის სიამოვნების. ხო. ალბათ სიამოვნებასთან არის ეს დაკავშირებული, ვერ ახსნე ხა. ეს უფრო ნევროლოგებს უნდა კითხოთ. შეიძლება ერთი შეგრძნება რომ შესაძაც აკლია ადამიანს თქვა ხო უფრო მძაფრად აღიქვას მეორეს მაგალითად ბრმა ადამიანები უფრო გააძლიერებული აქვთ მაგალითად სმენა ხო ყნოსვა და შესაძლებელია ამ თვალების დახუჭვით რაღაცის უფრო მეტად აძლიერებდა შეიძლება არ დაფიქრებულ არ მაგას ხო უნდა ვკითხო მე ჩვენი პოდკასტის დასრულების შემდეგ უნდა ეს ნოველობა ძალიან განვითარებული აქვს ცნობილი ჩარლი ჩაპლინის ფილმი რო არის, რასაც ის ხედით ხდება თავის შეყვარებულის არსებობაზე თუ გახსოვთ ეს ფილმი. კი, როგორ არა მახსოვს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მადლიანი საქმეა ოფთალმოლოგია, იმიტომ რომ თვალის ჩინი მართლაც არის ადამიანის მთავარი რამ არის, ხო, რამდენი რამის დანახვა ლამაზი რამის დანახვა შეუძლია ადამიანს ხო და რომ წარმოვიდგინოთ ერთი წუთით როგორი მძიმეა იმ ადამიანის მდგომარეობა ვისაც ვინც ვერ იყურება ხო ვინც ბრმა მაგრამ ალბათ არის რაღაც რაც ადამიანმა არ უნდა დაინახოს და რას ფიქრობ რა არის ის რაც ადამიანმა არასდროს არ უნდა ნახოს ალბათ ომის უბედურება და ეს რა ვიცი ბევრი ცუდი რაღაცა რაც ჯობია რომ ადამიანმა არ ნახოს მაგრამ ძალიან შორს დაგმას ახლა ამაზე საუბარი და სი ალბათ საკმაოდ დიდი არის არა ძნელი სათქმელია შუბლმა თავისშული სიკვდილი არ უნდა ნახოს და რა ვიცი ეგ ძნელი პასუხის გასაცემია ბევრი რაღაცაა რაც ჯობია რომ არ ნახოს ადამიანმა ასევე მინდა კითხო დალტონიკ ადამიანებთან დაკავშირებით თუ გყავთ ასეთი პაციენტები რომლებიც ფერებს ვერ არჩევენ კი, ყავს, მაგრამ სამწუხაროდ ესეც იმ კატეგორიას მიეკუთვნება დაავადების, რომელსაც ვერაფერს ვერ უკეთებთ, კი ახლა. კეთილი, პოდკასტის ბოლოს რომ მიწურულში გავიდეთ, აი რას ურჩევდით პაციენტებს, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი მხედველობა, რა არის ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დიდხანს ვიყუროთ და დიდხანს ვუყუროთ მზეს. ხო, აი მზე ახსენეთ. და თქვენს პატარა პრობლემა ქონდა დღეს თუ გახსოვთ. კი. ხო, პირველ რიგში მზეს დიდხანს არ უნდა უყუროთ. არა. იმიტომ რომ მას ძალიან ძლიერი გამოსხება აქვს, განსაკუთრებით მთიან ზონაში, გუდაურში. იმიტომ რომ ხდება არეკლა თოვლზე და შეიძლება მოხდეს ბადურის მოწვა და დაზიანება ცენტრალური ნაწილის. ანუ მზეს არ უნდა უყუროთ. რამდენიანი დაცვით უნდა გვეყეთოს სათვალე 400-იანი? ცირე დაცვენ საკმარისი არის. ოღონდ სათვალე უნდა გეკეთოთ აუცილებლად.
იქ რა ქვია, გუდაურში როცა ზამთარში აუცილებლად სათვალით უნდა იყოთ. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი არის ის, რომ ჩემთან ყოველ დღე მოდის 4-5 ადამიანი, რომელსაც აქვს დაქვეითებული ხელობა და ახლომხელობა მომატებული. რატო? იმიტომ რომ რამდენი ხანი ხარ მიკროსკოპთან, კომპიუტერთან, 10 საათი ვარ კომპიუტერთან. 10 საათი კომპიუტერთან ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ახლომხელობა მოიმატებს. ანუ არ შეიძლება ძალიან დიდ ხანს კომპიუტერთან ჯდომა. ყოველ 40 წუთში უნდა დაანებოს კომპიუტერს თავი ადამიანმა და გაიხედოს შორს 2-3 წუთი რომ მოდუნდეს კუნთი. თუმცა ეგეც არ შველის, მაგრამ დღევანდელი 21 საუკუნის დაავადება ეს არის ახლომხელობა გამოწვეული კომპიუტერისგან. კიდე რა უნდა ურჩიოთ ახლა ადამიანს და პირველ რიგში რა თქმა უნდა 40 წლის მერე 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა თვალი გაისინჯოს. მართალია და ბოლო შეკითხვით მინდა მოგმართო, აი თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით, რომ საკმაოდ რთული პროფესია გაქვს, ხომ ყოველდღე ძალიან ბევრ ადამიანს პაციენტს ხვდები, ოპერაციები, შემდგომ უკვე სახლშიც რეკავენ ადამიანები. აი დასვენება რა ხობები გაქვს, ვიცი რომ ძალიან მიყვარს შველის ხო? წყლის თხილამურები, ხო? თხილამურები, წყლის, ზამთრის და ჩოგბურთი. თხილამურები, წყლის, ზამთრის და ჩოგბურთი, ხო? ხშირად და ჩემი ისა რა ქვია. ბიბი, რომელიც არის შოკოლადისფერი. შოკოლადისფერი. პუდელი, ხო? და პუდელი კარგი ძაღლია ძალიან, იმიტომ ხშირად ხედავთ ხოლმე. სტრესს ხსნის. ყველას ურჩევ რომ ძაღლი აიყვანოს და ყველაზე უფრო უპრობლემო ძაღლი არის პუდელი, იმიტომ რომ მას არ ცვივა ბეწვი, არა აქვს სუნი და არის ჰიპოალერგიული. კი, მართლა ძალიან კარგია და ვაკაში ხშირად ხედავთ ხოლმე მოსეირნეთ ბიბისთან ერთად, ხო? ისე ხო ძაღლებიც ახსენ და ძაღლებშიც ხშირია კატარაქტა და კი, ძაღლებში ხშირია კატარაქტა, ეხლა ერთ-ერთ კლინიკაში გვინდა დავიწყოთ მიკროსკოპით იყიდეს, ეს ულტრაბგერის აპარატის იყიდეს და ძალიან ხშირი არის. და მე უთხარი კიდევ რომ მეთქი მოვალ და აი თვეში 3-4 ოპერაციას გავაკეთებ და ჩემ ამ ხანაგების ძაღლებს აქვს კატარაქტა. მე კატარაქტა გავაკეთე ზოოპარკში 4 თვის ბოკვერზე გავაკეთეთ კატარაქტა 10 წლის წინ. ლომზე კი. და ძაღლებში ხშირია ძალიან. ძაღლებში ძალიან ხშირია. განსაკუთრებით პატარა ჯიშის ძაღლებში, ასაკიანებში, 10-12 წლის ძაღლებს ძალიან ხშირად ემართებათ ეს. იქაც ეს არის ასაკობრივი პრობლემა, ნუ. ცილის დენატურაციის იქაც და ადამიანებშიც და ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ ბროლებს კი ნერგავენ, მაგრამ მე ცოტა სკეპტიკურად უყურებ მაგას. პაციენტის ძაღლში ბროლის გადანებას, იმიტომ რომ ნომრის გამოთვლა და სომის გამოთვლა ცოტა პრობლემატურად იმაშია და კეთილი, მადლობა, საინტერესო საუბარი იყო და დიდი მადლობა, ბევრი გამოჯამრთელებული პაციენტი და თქვენს პაციენტებს სულ კარგი ამბები დაენახოთ ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. მადლობა. ეს იყო პოდკასტი ექიმი მიკროფონთან, გემშვიდობებით მომდევნო პარასკევამდე და არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი мотиваცია. ძალიან საინტერესო სტუმრით მომდევნო პარასკევს დაგიბრუნდებით.